მე ვარ ანა მდინარაძე, Smart Investment ჯგუფის თანადამფუძნებელი. მე ვარ სალომე მდინარაძე, Smart Investment ჯგუფის თანადამფუძნებელი. Smart Investment ჯგუფი არის ჯგუფი, რომელიც პარტნიორობს სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებთან და ვთავაზებთ მათ შემდეგ სერვისებს. ეს იქნება მარკეტინგული მომსახურება, გაყიდვების მომსახურება. ამ ეტაპისთვის გვყავს 10-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მის წარმატებულად შესრულებას. Smart Investment ჯგუფი 2017 წლიდან უკვე მოღვაწეობს ბაზარზე. მე და ანი სხვადასხვა პროფესიების ვართ, ის არის იურისტი, მე ვარ მარკეტინგის სპეციალისტი, მუშაობდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ზოგადად ამ სფეროში მომუშავე კომპანიების. დაგაუჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ესეთი კომპანია. ჩემთვის ძალიან სარისკო იყო, რადგან ამ სფეროში არ მქონდა საერთოდ გამოცდილება, მაგრამ ანის გამოცდილებაზე დაყრდნობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გაგვერისკა ზოგადად ხასიათში ორივეს გვაქვს ეს თვისება, რომ გვიყვარს ახალი გამოწვევები, რომლებიც დღესდღეობით რაც დაგვიწყდა, ყველაფერი ძალიან წარმატებით დასრულდა. ჩვენ ვართ დები, მინდა ამასაც ხაზი გავუსვა. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებული ხასიათის, მაგრამ ერთი რაც გვაერთიანებს არის ის, რომ ძალიან მიყვარს რისკი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ თუ არ გარისკავ რაღაცას, ვერასდროს ვერ გაიგებ საკუთარ შესაძლებლობებს. ჩვენმა ამ იდეამ ძალიან ბევრი რა თქმა უნდა დაბრკოლება გამოიარა, ძალიან ბევრ მარცხსაც შევხვდით, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მივხვდი, რომ ყოველი მარცხი არის უფრო მეტი შემდეგ წარმატების საძინარი და საფუძველი. იყო ძალიან ბევრი ფინანსური დაბრკოლება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ერთობლივად ძალიან კარგად გადავუხლებთ. ყოველთვის არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდი ყველა საქმეში და ნებისმიერ საქმეში, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს სულ აწყდებით. ისეთ სფეროში მოღვაწეობთ, სადაც ყოველთვის არის გამოწვევები, ყოველთვის არის ძალიან დიდი კონკურენცია და ამისთვის ძალიან დიდი მზადყოფნა არის საჭირო. თუმცა რომ არ იყოს ეს წინააღმდეგობები, ვერ განვითარდებოდით და ვერ მივიყვანდით იმ საქმეებს ისეთი წარმატებით ბოლომდე, როგორცაც დღესდღეობით ჩვენ ესე ვთქვათ ვახერხებთ და მგონი გამოგვდის. ზოგადად ნებისმიერ საქმეში, რომელსაც იწყებ დამოუკიდებლად, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის როლი და ანუ პარტნიორის შერჩევა. ამაში ჩვენ ეს რაც ოჯახური კავშირი ბობა ძალიან გვეხმარება, ძალიან ვენდობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაგვიდგამს ზუსტად ერთმანეთის ნდობით, იმიტომ რომ ჩვენ ფუნქციონალურად განაწილებული გვაქვს როლები კომპანიაში, მე ვარ ძირითადად გაყიდვების ხელმძღვანელი, ასევე იურიდიულ მომსახურებასაც ვუწევთ საჭიროების და მიხედვით კომპანიებს, სალო არის მარკეტინგის სფეროში. რაც შეეხება კონკურენციას, ვფიქრობ ერთი რაც ძალიან გამოგვარჩევს არის ის, რომ ყველა კომპანიასთან არ ვთანამშრომლობთ, ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით კომპანიების შერჩევას, ვითვალისწინებთ მათ სანდოობას, მოქნილობას, რადგან ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე დავაგროვეთ იმხელა გამოცდილება, რომ ზუსტად ვიცით რა სურს მომხმარებელს. თუ დეველოპერი არ ითვალისწინებს ჩვენ რჩევებს, შესაბამისად და სანდოობას, მათთან მუშაობას არ ვიწყებთ. ასე რომ ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლიათ ამათ თქვა, რომ საკმაოდ კონკურენტულები ვართ ამ კუთხით. სამომავლო გეგმები გვაქვს, ვფიქრობთ კომპანიის გაფართოებას, ახალი პროექტების დამატებას შესაბამისად, იმიტომ რომ შევქმნათ ბევრი კიდევ საინტერესო პროექტი და მივაწოდოთ მომხმარებელს.
ყიდვების სფერო არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული ადამიანებზე, სანდოობაზე, გულწრფელობაზე და ემოციურ კავშირებზე. როდესაც მომხმარებელი მოდის შენთან, ცხოვრებაში ადამიანები ალბათ სულ ერთხელ ვირჩევთ საცხოვრებელ სახლს და ერთხელ გვაქვს ამის შესაძლებლობა და როდესაც ადამიანი ამ თავის არჩევანს შენით განდობს, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოცხადება. შესაბამისად, ჩვენ სულ ვცდილობთ ასეთ ადამიანებს მივუდგეთ ზუსტად იგივე დამოკიდებულებით, როგორც თვითონ გვიდგებიან. ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობა მომხმარებლების, რომლებთანაც დღეისაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, საქმიანი ურთიერთობების შემდგომ. სწორედ ამ ადამიანების ნდობა და ეს დამოკიდებულება არის ჩვენთვის ყველაზე დიდი мотивация, რომ გავუძლოთ ასეთი დატვირთული რეჟიმით მუშაობას. ჩვენი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მეც და ანისაც პროფესიულად, იერარქიულად ყველა საფეხური გვაქვს გავლილი კომპანიაში. შესაბამისად ეს გვეხმარება, რომ მართოთ ჩვენი კომპანია ძალიან კარგად გავუგოთ ყველა ადამიანს, ვინც იქ მუშაობს და ასევე კარგად ვეპარტნიოროთ იმ კომპანიებს, რომლებთანაც ვიჭერთ საქმიან ურთიერთობას.